პანდემიური და უკრაინის კრიზისებისგან ახლახან გამორკვეული მსოფლიო ეკონომიკა დღეს სრულიად ახალი მასშტაბური გამოწვევის წინაშე დგას, სადაც ეკონომისტების შეფასებით რეცესიის რისკი თებერვლის დასაწყისში არსებული 20%-დან უკვე 35%-მდე გაიზარდა. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომი და ენერგომატარებლებზე გაზრდილი ფასები მხოლოდ ერთი კონკრეტული რეგიონის ან ამერიკის შეერთებული შტატების შიდა პრობლემას უკვე აღარ წარმოადგენს. ეს მძიმე ეკონომიკური ტალღა განვითარებად და განვითარებულ ქვეყნებზე თანაბრად ვრცელდება, რადგან ჰორმუზის ჩაკეტილ სრუტეზე მსოფლიო ნავთობის მეხუთედი გადის. ევროპის უდიდესი ნაწილი, სამხრეთ კორეა, იაპონია და ჩინეთი გაძვირებული რესურსების გამო უდიდეს ფინანსურ წნეხს განიცდიან. ზოგიერთ ქვეყანაში კი, მაგალითად პაკისტანში, რომელიც ენერგიის 40%-ის იმპორტს ახდენს, მდგომარეობა საგანგაშო ნიშნულს აღწევს. ენერგიის იმპორტზე დამოკიდებულ ამ ინდუსტრიულ გიგანტებს წარმოების ხარჯების ზრდა ყოველდღიურად უწევთ. ექსპერტების გათვლებით, ნავთობის ფასის ყოველი 10%-იანი ზრდა გლობალურ ინფლაციას 0,4%-ით ზრდის. მსოფლიო ეკონომიკის ზრდის პროგნოზს კი 0,2%-ით ამცირებს. როცა ქარხნებს მუშაობა უძვირდებათ, საბოლოო პროდუქტის ფასიც ავტომატურად იზრდება. ამ ენერგეტიკულ კრიზისს სასუქების გლობალური დეფიციტიც ემატება, რადგან მსოფლიო სასუქების ექსპორტის თითქმის 30% სწორედ ჰორმუზის სრუტეზე გადის. ფერმერებისთვის გაზრდილი დანახარჯები განვითარებად ქვეყნებში საკვებზე ფასებს კატასტროფულად ზრდის. აფრიკისა და აზიის ღარიბ სახელმწიფოებში ეს პროცესი მასობრივი შიმშილობისა და სოციალური მღელვარების რეალურ საფრთხეს აჩენს. შექმნილი ვითარება მსოფლიოს წამყვან ცენტრალურ ბანკებს ურთულეს დღის წესრიგს უქმნის. ერთი მხრივ, მაღალი ფასები მათგან საპროცენტო განაკვეთების ზრდას და ინფლაციის მკაცრ კონტროლს მოითხოვს, ვინაიდან ეკონომიკისთვის კრიტიკულ რეცესიულ ზღვრად ბარელზე $125, ბენზინზე $4 და 25 ცენტი და წლიური 4%-იანი ინფლაცია სახელდება. თუმცა, მეორე მხრივ, გაძვირებული კრედიტები ისედაც დასუსტებულ ეკონომიკურ ზრდას კიდევ უფრო მეტად აფერხებს. ევროპის ცენტრალური ბანკი და სხვა წამყვანი ფინანსური ინსტიტუტები 1970-იანი წლების სტაგფლაციის გამეორებას ყველაზე მეტად უფრთხიან. ცხადია, გლობალური ეკონომიკის მთავარ მამოძრავებელ ძალას რიგითი მომხმარებლის ქცევა წარმოადგენს, რომელთა ბიუჯეტზეც ნავთობის ფასის ყოველი $10-იანი ზრდა წლიურად დამატებით $450 ხარჯად ისახება. როდესაც საწვავსა და საკვებზე ფასები იზრდება, ადამიანები მოგზაურობასა და გართობაზე მასობრივად უარს ამბობენ. შემცირებული მოთხოვნა კომპანიებს ხარჯების ოპტიმიზაციისა და თანამშრომლების გათავისუფლებისგან უბიძგებს, რასაც შესაძლოა საფონდო ბირჟებზე აქციების 20%-იანი ვარდნა, ანუ ეგრეთ წოდებული დათვის ბაზრის ფორმირებაც დაემატოს. უმუშევრობის ზრდა კი ხარჯვას კიდევ უფრო ამცირებს და რეცესიის ჩაკეტილ წრეს საბოლოოდ კრავს. მიუხედავად ამ რთული სურათისა და გაზრდილი რისკებისა, წამყვანი ეკონომისტები სრულ მასშტაბიან კლასიკურ გლობალურ რეცესიას ჯერჯერობით მაინც არელიან და გლობალური სისტემა კრიზისს ამ ეტაპზე წარმატებით უძლებს. საფონდო ბირჟებზე ინვესტორების პირველადი პანიკა ეტაპობრივად ცხრება. ანალიტიკოსების მოსაზრებით, თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკამ კრიზისებთან გამკლავების უნარი უკვე მყარად გამოიმუშავა და თუ გეოპოლიტიკური ვითარება დროულად დასტაბილურდება, ის ამ ურთულეს გამოცდასაც აუცილებლად ჩააბარებს.